მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოსთან ძალიან ახლოს, ეხლა სადაც მე ვიმყოფები, არის ერთი საოცარი ადგილი. ყველა მიცის პრომეთე, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის თეთრამღვიმის შესახებ. წარმოიდგინეთ, დედამიწა 4,5 მილიარდი წლისაა, ხოლო თეთრამღვიმე 30,000 წლისაა. ეს არის თეთრი მიწისქვეშა სამყარო. 1955 წელს ადგილობრივმა გეოგრაფიის მასწავლებელმა თავის მოსწავლეებთან ერთად ეს ადგილი აღმოაჩინა. მას შემდეგ თეთრამღვიმე მეცნიერების ყურადღების ცენტრშია. ეს მღვიმე ქვის ხანიდან მოდის. აქ პალეოლითელი ადამიანები ცხოვრობდნენ. ჩვენი წინაპრები ქვის ხანიდან. წამოდით ერთად შევაბიჯოთ მათ სამფლობელოში. შეხედე ჭერს როგორი შავია, აქ 30,000 წლის წინ პალეოლითელი ადამიანი ცეცხლს ანთებდა და ტყეში ნანადირებს ამზადებდა. სწორედ აქ იპოვეს პალეოლითელი ადამიანის ნაშთი ძვლები, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ინახება. ადრე ეს დარბაზი სარიტუალო დანიშნულების იყო. აქ 15,000-მდე არქეოლოგიური არტეფაქტია ნაპოვნი. მოგვიყევით, რა რიტუალები ტარდებოდა აქ. ეხლა ვიმყოფებით ზუსტად იმ ადგილას, სადაც პირველყოფილი ადამიანები რიტუალებს ატარებდნენ. ზუსტად აქ არის ნაპოვნი მღვიმური დათვის თავის ქალები, რომელიც როგორც ჩანს, მსხვერპლჭეწირვის რიტუალისთვის გამოიყენეს ჩვენმა წინაპრებმა. და ამ და სხვა არტეფაქტებთან ერთად ყველაფერი არის მუზეუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცეცხლსრთის კაჟის ქვები და ობსიდიანები და ერთადერთი სანადირო იარაღი მეტალის ისრის სპილენძისგან დამზადებული ბუნაკი. ახლა კი შეგვიძლია უძველესი მეთოდით დამზადებული ღვინო დავაგემოვნოთ. 8,000 წლის წინაც კი ქართველი ადამიანი წარმოუდგენელი იყო ღვინის გარეშე. ერთ-ერთია თეთრამღვიმე, რომელიც ინახავს ვაზის გაკულტურების უძველეს კვალს. თეთრამღვიმე მსოფლიოში დაახლოებით მესამე და საქართველოში პირველი ეკოტურისტული სივრცე არის, სადაც ხდება მღვიმის უნიკალურ ბუნებრივ ტემპერატურაზე ღვინის დაძველება, დავარგება და დეგუსტაცია. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს 800 წლოვანი უძველესი ისტორია ღვინის წარმოების და ჩვენ ინოვაციური სერვისებით ვაგრძელებთ ამ ყოველდღეს. ეხლა რასაც აგემოვნებთ თქვენ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური საფერავი, ქვევში დამზადებული საფერავი, წითელი მშრალი საბერძნო ღვინოა ნამდვილი. დღეს მღვიმის ნამდვილ ბინადარს შევხვდი. ეს არის ძალიან პატარა ღამურა. შეხედეთ რა საყვარელია. ნამდვილად სწორად დაარქვეს ამ მღვიმეს სახელი, ისეთი თეთრი ფერის ნაღვენთებია, რომ ნამდვილად თეთრა უნდა ერქვას. ეს მღვიმე 3 დარბაზისგან შედგება, რომელიც გამიჯნულია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნატებით. ამ დარბაზს ძველი ადამიანი სათავსოდ იყენებდა. დღეს კი აქაურობა ნამდვილი გამაჯანსაღებელი ბუნებრივი სივრცეა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. მღვიმის ჰაერი აბსოლუტურად სტერილურია. ჯერ კიდევ 80-იან წლებში აქ სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსები ტარდებოდა. თეთრამღვიმე არ არის უბრალოდ ტურისტული ადგილი, ეს ისტორიული ადგილია. თეთრი ნაღვენთებითა და ღვინის სურნელით. აუცილებლად ესტუმრეთ ამ უნიკალურ შედევრს. ეს იყო ჩემი მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებთან ერთად. დღეს მე ვიმოგზაურე თეთრამღვიმეში. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა თვალი ადევნოთ ჩვენს მომდევნო მოგზაურობებს.